აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხასა და ჯვარში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. ის ადგილზე გაეცნო დასახლებებში არსებულ პრობლემებს. დევნილები მთავრობისგან მიწის ნაკვეთების გადაცემას ითხოვენ, რომელსაც სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებენ. ჯვრის დასახლებაში გაუქმდა ერთადერთი პოლიკლინიკაც, რომლის მომსახურებითაც 15,000-მდე დევნილი სარგებლობდა. ბატონი ვახტანგისგან არ გვახსოვს შენს არც ერთი ნაბიჯი მისი წარსული ცხოვრებიდან, რომელიც რამე უარყოფითი მუხტის მატარებელი ყოფილიყო და ზუსტად ის თვისებები აქვს ბატონი ვახტანგის, რასაც სჭირდება დევნილებს ჩვენს პრობლემებსა და საქართველოს, რა თქმა უნდა, მის გამძლიანებასაც. ვინც არ უნდა იყოს ხელმძღვანელი, თავარი ამ ხალხს აკლია ყურადღება. ეს ხალხი არ ითხოვს ისეთ არაფერს, რომლის გადაწყვეტა არ შეიძლებოდა. კონკრეტული საკითხები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. არის სხვა საკითხები, რომლის აბსოლუტურად ყურადღება რომ მიაქციო და მეტი ხურით მოეკიდო მათ ტკივილებს, ეს საკითხი გადაწყვეტადია და ეს არის მთავარი.